ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია ბოლო წლებში თბილისის ერთ-ერთ გამორჩეულ გასტრონომიულ ლოკაციად იქცა. სივრცე, სადაც ქალაქის პულსი ბუნების სიმშვიდეს ერწყმის. სწორედ აქ მდებარეობს გასტროსივრცე სხვა, რომელიც უკვე 5 წელია სტუმრებს როგორც თავად ამბობენ, განსხვავებულ გასტრონომიულ გამოცდილებას თავაზობს. თუმცა ეს მხოლოდ წარმატებული რესტორნის ისტორია არ არის. ეს არის ორი ექიმის იდეა, რომელიც დროთა განმავლობაში განვითარდა, საკუთარი ისტორია შექმნა და პანდემიის ყველაზე რთულ პერიოდში დაბადებული ეტაპობრივად ჩამოყალიბდა ბრენდად, საკუთარი ხასიათითა და გამორჩეული ხელწერით. რესტორნის დამფუძნებლების თქმით, სხვა შეიქმნა იმისთვის, რომ ქართული კულინარიული ტრადიციები ახალი ხედვით გაცოცხლებულიყო. ამიტომ აქ ადგილობრივი ფერმერული პროდუქტი და ქართული გემოები თანამედროვე ინტერპრეტაციით ერთიანდება. რთულ, მაგრამ საინტერესო გამოწვევებით სავსე პერიოდში დავისტარტეთ. არ იყო მარტივი, თუმცა ყოველდღიურად ვიზრდებოდით, ვითარდებოდით და ახლაც ასე ვაგრძელებთ. სხვა დაიბადა idეით, შეგვექმნა სივრცე, სადაც ქართული კერძების განსხვავებულად წარმოჩენას შევძლებდით. ზოგადად ყველაფრის განსხვავებულად კეთება გვინდა და ამიტომ რესტორანს დავარქვით სხვა. ჩვენ მუშაობთ ქართული ფერმერული მეურნეობიდან მოწოდებული ნედლეულით და ვქმნით ნამდვილ ქართულ გემოებს, რაც ყოველდღიურ რეჟიმში დიდ ძალისხმევასთან არის დაკავშირებული. ამ 5 წლის განმავლობაში ზუსტად მთავარი გამოწვევა ხარისხის სტაბილურობის შენარჩუნება იყო, რასაც ვთვლი, რომ თავი საკმაოდ კარგად გავართვით. სიმარტივე, დახვეწილობა და მინიმალისტური ხედვა აქ ერთმთლიან ესთეტიკად იკვრება. ლოფტის ტიპის ინტერიერი ლისის პანორამული ხედები და შეუმჩნეველი, მაგრამ კაფეო ხასიათი ქმნის გარემოს, სადაც მთავარი აქცენტი გამოცდილებაზე გადის. ვინაიდან ჩვენ სამედიცინო სფეროდან მომდივართ, ჩვენთვის კვებაში მნიშვნელოვანი არის არა მხოლოდ კერძის გემოვნური თვისებები, არამედ მისი სარგებლიანობა, უსაფრთხოება. ამიტომ სხვა არის პირველი ISO სერტიფიცირებული რესტორანი საქართველოში, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენთან ყველა პროცესი დაწყებული ნედლეულის მოწოდებიდან დასაწყობებამდე და მომზადებამდე საერთაშორისო უმაღლეს სტანდარტს აკმაყოფილებს. მენიუში ქართული სამზარეულოს თანამედროვე ინტერპრეტაცია მკაფიოდ იკითხება, სადაც განსხვავებული ადგილი ხორცის კერძებს უჭირავს. სხვაში გამორჩეულია slow cooking-ის ტექნოლოგია, მომზადების მეთოდი, რომელიც დროსა და სიზუსტეს ითხოვს და ხანგრძლივი დაბალი ტემპერატურის პირობებში ხორცს სრულიად განსხვავებულ ტექსტურასა და არომატს ანიჭებს. ჩვენ მუშაობთ slow cooking-ის ტექნოლოგიით, რაც ნიშნავს ნელი მომზადების მეთოდს. ჩვენთან ყველა ხორცის კერძი მზადდება ძალიან დაბალ ტემპერატურაზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში. შედეგად ხორცი ხდება ძალიან წვნიანი და იძენს იმ პიკანტურ გემოებს, რაც ასე ძალიან მოწონს ჩვენს მომხმარებელს. რესტორნის ფილოსოფიაზე მნიშვნელოვანი გავლენა მისმა დამფუძნებლებმა მოახდინეს. მათი თქმით, მედიცინაში მიღებული გამოცდილება დღესაც განსაზღვრავს მუშაობის სტანდარტებს. სიზუსტე, უსაფრთხოება და ხარისხის კონტროლი აქ ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სამედიცინო პრაქტიკაში. სწორედ ამ მიდგომის შედეგია, რომ სხვა საქართველოში პირველი ISO სერტიფიცირებული რესტორანია. ჩვენთვის ბიზნესი არ არის მხოლოდ გაყიდვა, არამედ პარტნიორობაა. თვითონ ბრენდის ხასიათიც ვლინდება არა მხოლოდ ინტერიერში მოწოდებულ კერძებს ან სერვისში, არამედ კომუნიკაციაშიც. მიუხედავად იმისა, ის ჩვენი თანამშრომელია თუ ჩვენი მომხმარებელი, ჩვენი ბრენდის განუყოფელი ნაწილია. რა გეგმები გაქვთ მიმდინარე წელს, როგორ აპირებს ბიზნესი განვითარებას? რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ჩვენ სტუმრებს სიახლეებს ვპირდებით, აქტიურად დავიწყეთ მუშაობა დიჯიტალ სერვისების მიმართულებით, თუმცა ამ ეტაპზე ამაზე ბევრს არ ვისაუბრებ. 2026 წლის დასაწყისში გავაფართოვეთ ჩვენი ძირითადი დარბაზი, რაც ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი არის ჩვენი პარტნიორი ივენტ კომპანიებისთვის. მათ უკვე შესაძლებლობა ეძლევათ ჩვენ სივრცეში 200 სტუმრამდე სხვადასხვა სახის ღონისძიება დაგეგმონ. რესტორანი მუდმივად ვითარდება. 2026 წლის დასაწყისში ძირითადი დარბაზი გაფართოვდა და დღეს უკვე 200-მდე სტუმრის მიღება შეუძლია. პარალელურად კომპანია ახალ ციფრულ პროექტებზე მუშაობს და განვითარების შემდეგ ეტაპს გეგმავს. როგორც გასტროსივრცე სხვას დამფუძნებელი თამუნა დონაძე ამბობს, მათი მიზანი მხოლოდ კერძების შექმნა არ არის. ეს არის გასტრონომიული კულტურის განვითარება, სადაც ხარისხი, უსაფრთხოება და ადამიანების მიმართ პატივისცემა ერთიან სისტემად იქცევა.